საქართველოს ტურიზმის ასოციაცია მასპინძლობს ყოველწლიურ კონფერენციას ტურიზმი და განათლება. ღონისძიების მნიშვნელობა ძალიან დიდია, რადგანაც ჩვენ წევრ ორგანიზაციებს ვეხმარებით ინტეგრირება მოახდინოს საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან ერთად და შევძლოთ ინოვაციური პროდუქტების დანერგვა, რაც დაეხმარება ბიზნესს უკეთესად წარმოადგონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და იყვნენ წარმატებული და კონკურენტული კავკასიის მასშტაბით. ჩვენი როლია შევძლოთ კერძო საჯარო დიალოგის ფორმატში ახალი პლატფორმების გაჩენა, რაც საშუალებას მოგცემს უფრო პარტნიორო ურთიერთობებზე დამყარებული, ესე ვთქვათ, თანამშრომლობის ფორმატების შექმნით. წარმატებით ვუმასპინძლეთ მეხუთე ყოველწლიურ კონფერენციას ტურიზმი და განათლება, სადაც სამი სექტორული მიმართულებით გავაერთიანეთ ის ერთობლიობა, რომელიც დღეს ტურიზმის და განათლების ჭრილში ჩვენი ქვეყნისთვის წარმოადგენს პრიორიტეტულ და სტრატეგიულ მიმართულებას. დავსახეთ ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომელიც საქართველოს ტურიზმის კერძო სექტორს, ისევე როგორც საგანმანათლებლოს მიმართულებას სჭირდება ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის. And I feel it's a very important thing to kind of find the bridges between the public and the private sector. And I feel that the GTA plays a very important role in this. And I'm looking forward to the workshop that we will be having now and the things that will come out in order to put that into place in the future for Georgia in the next few years. ძალიან დიდი განვითარების პერსპექტივა, თუმცა ეს განვითარება ვერ მოხდება, თუ არ იქნა ჩართული საგანმანათლებლო სექტორი აქტიურად. რადგანაც დღეს კადრების დეფიციტია და სწორედ საგანმანათლებლო სტრუქტურებმა, კოლეჯებმა, უმაღლეს სასწავლებლებმა ბაზარს დამსაქმებას უნდა მივაწოდოთ კვალიფიციური კადრი. ამ ერთობას მუდამ ხელს უწყობს ტურიზმის ასოციაცია და სწორედ მათი ორგანიზებით იყო დღეს ძალიან საინტერესო პანელური დისკუსიები. დღეს გავიცანით ძალიან ბევრი კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებთანაც აუცილებლად დავგეგმავთ შეხვედრებს, გავაცნობთ ჩვენს პროექტს, რაც მნიშვნელოვანია ასე პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლებისთვის და ასევე ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის. ეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა დავწყებოდით ტურიზმის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომლის მიზანი იყო ერთგვარ განათლების სფეროში ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევების და არსებული მდგომარეობის შესახებ შეძლება, ხოლო მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის საკითხები, რაც შეიძლება გაკეთდეს საჯარო კერძო პარტნიორობის ფორმატში, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით იმისთვის, რომ სამომავლოდ კიდევ მეტად დაახლოვდეს შრომის ბაზრის მოთხოვნები ამ სექტორში და საგანმანათლებლო სფეროს მიერ შეთავაზებული სერვისები თუ კურსდამთავრებულთა უნარჩვევები. პროფესიული უნარების სააგენტოს მანდატის ფარგლებში ჩვენ უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია სოციალური პარტნიორობის სხვადასხვა მოდელის დანერგვა და მოსინჯვა, რადგან თითქმის არცერთ ქვეყანაში არ გვაქვს წარმატებული პროფესიული განათლება, თუ კი ის არ ითვალისწინებს შესაბამის პლატფორმებს კერძო სექტორის ჩასართავად, დიალოგის პლატფორმის შესაქმნელად და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესო ინიციატივებს ვისმენდით დღეს ღონისძიებაზე, როგორც დონორი ორგანიზაციების ჩართულობით, ასევე საგანმანათლებლო ინსტიტუციებისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივებით იქნება არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების პროექტები. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ასევე ისიც, რომ უნარების სააგენტოსა და სახელმწიფოს მხრიდან მინიჭებული პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის სექტორისათვის განავითაროს ახალი ინიციატივები ძალიან საინტერესოდ ჟღერს. იმედი გვაქვს, რომ კერძო სექტორის მხრიდან იქნება გარკვეული ინიციატივები, როგორც ასევე შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ გაფინანსებული პროექტის შესახებ, რომელიც გახლავთ ერთიანი დიდი სატრენინგო ცენტრის შექმნის შესახებ ტურიზმის სექტორში. GIZ-თან ერთად წლების განმავლობაში დუალური განათლების ხარისხი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მათ მონაწილეობაზე, განსაკუთრებით საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, რამაც თავისი გავლენა მოახდინა, იმიტომ რომ გაიზარდა კურსდამთავრებულების იმათ ნდობა, როდესაც მათ იციან, რომ დამსაქმებელი თავად აფასებს კურსდამთავრებულს და არა მხოლოდ კოლეჯის წარმომადგენლები. ეს დაისვა ისეთი საკითხები, რომელიც საერთოდ ინდუსტრიას აწუხებს და საერთო გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ ერთობლივად.
მოგეხსენებათ ამ პროცესში პროფესიული უნარების სააგენტო ძალიან აქტიურად არის ჩართული. ჩვენი პრიორიტეტი არის კერძო საჯარო პარტნიორობის გაძლიერება და ქვეყანაში ერთობლივი ძალებით კვალიფიციური კადრის დეფიციტის აღმოფხვრა.